მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ. ახლა თემა იქნება ესეთი. ეს არის ერთ-ერთი თქვენი საუკეთესო ათეულში მოთხოვნადი თემატიკა, პაუზა თუ დასასრული. გავიგოთ, მიფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორზე, საყვარელ პიროვნებაზე. ეს არის დასასრული თუ არის შანსები, რომ აღდგეს თქვენი ურთიერთობა და მოგცემთ თუ არა ამ ყველაფრის შანსს კიდევ ხელახლა სამყარო. გავიგოთ იმისთვის, რომ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა მიხვდეთ, რას რეზონირებს პიროვნება ეხლა ბოლო პერიოდია თქვენთან. ლაიკები არ დაგეზაროთ, გამოიწერეთ ასევე ჩემი ორივე გვერდით, TikTok-ით, YouTube გვერდით და პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ, Telegram-ი გავაუქმე. რატომ ამაზეც მაქვს ვიდეო. რეზონირებს ეჭვიანობას. ჰაერის პრინცი ამოდის. ჰაერის პრინცი ხშირად არის ძალიან ეჭვიანი, ხისტი, ძალიან ცივ ენერგიებში, შესაძლებელია მიზეზი აქ თუ არა აქ უეცრად გამოჩნდეს ხოლმე რაღაცა აგიფორი აქოთ ემოციური ფონი, რაღაცნაირად ცივ და ხისტ სიტყვებს არ ერიდება, ყველაფერი შპიონის კარტიცაა ასევე პრინცი ჰაერის. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა აუცილებლად შეამოწმოს, გადახედოს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში მაინტერესებს ვინ დაგილაიკათ, ვინ მოგიწონათ, ვინ გამოგიწერათ, ვინ ნახა და ვინ დაგემატათ გამომწერებში და მეგობრებში, როდის იყავით ბოლოს, როდის ანათებდით სოციალურ ქსელში და ყველაფერი ამ ყველაფერს შესაძლებელია თავის თავზე იხვევს, ეჭვიანობს, ხანდახან უაზროთაც კი შეიძლება იფიქროთ, რომ ახლა რა აანერვიულა, რა მოუარა, შეიძლება რო არ ელოდებით, მაშინ მოგასტუკოთ სამსახურთან, სახლთან, რაღაცნაირი ხისტი პიროვნება. ჰაერის სტიქით თუ ვიტყვით, შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანი მერწყულის ტყუპების ან სასწორის ნიშანს, მაგრამ ყოველთვის არა საერთო გაშლაში რასაკვირველია, უბრალოდ ენერგეტიკა აქვს ისეთი ჰაერის მიქრის მოქრის უეცრად მოწმენდილცაზე შეიძლება რაღაცა ეჭვიანობის სცენები ჩაატაროს ან ცოტა ხისტად გიპასუხოთ, არა იმიტომ რომ მისთვის ესე იგი სულ ერთი ხართ, არამედ პირიქით გაძლიერებული აქვს ეს მოუთოკავობა საკუთარი თავის ჰაერივით არის ესე დაქრის რაღაცა პატარა ტორნადო ადამიანია, რო ვთქვათ. შესაძლებელია ყავდეს მუქი ფერის მანქანა კონკრეტულად ამ კალოდის მიხედვით, მაგრამ ყველასთვის არა. საერთო გაშლაში დეტალებს რასაც ვიძახი ხოლმე იმისთვის, რომ უკეთესად მიხვდეთ, რამდენად თქვენი შეიძლება იყოს ეს გაშლა. ადამიანი სწორედ მოლოდინის რეჟიმში ხართ ახლა მის მიმართ, თუ აი ეხლა ახალი ესე იგი ხისტური ენერგიით, როდის მოქანდება, რაღაცა დრო მოუწია, ეთყობა რომ ახალი იდეა საეჭვიანო მოადგეს და გამოჩნდეს, თქვენ მოლოდინის რეჟიმში ხართ მისი და ინფორმაციას ჰაერის გზით მიიღებთ პრინციპში მისგან. მიიღებთ სწრაფი, რუიანი შეძლი არის სწრაფი კარტი, სწრაფად შეიძლება ძალიან ბევრისთვის იყოს, არ ვიცი, მაქსიმალურად კარგი ვარიანტი 8 წუთიც კი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ 8 საათი 8 დღე მერვე თვე ძალიან შორი გადის, ასე რომ სადღაც 8 დღის მაქსიმუმ ვადებში ამ ადამიანისგან წერილს მიიღებთ ჰაერის გზით გამოსვლას. ჰაერის გზა აუცილებლად დეპეშა აღარ არის ჩვენ საუკუნეში და შეიძლება იყოს SMS-ი, ზარი, ნებისმიერი ტელეფონზე მიღებული ან სოციალურ ქსელში მიღებული მისგან ინფორმაცია რაღაცა სწრაფი. სწრაფი იმასთან დაკავშირებით, რომ მას უწევს რაღაცა ძალისხმევა მიმართულება, რაღაცა პრობლემის მიმართ, აქედან გამომდინარე ვერ გაქცევთ ყურადღებას, ან არ გამოდის კონტაქტზე, ან ესე იგი პრობლემა აქვს რაღაცა, რომელსაც შეჭიდებული აი როგორც ეს ადამიანი ხარს და ეს ხარი რაღაცა ბოლოს უშვებს და არის დიდი ომი. შეიძლება ფიზიკურ დონეზე აქვს ვინმესთან კონფლიქტი და ამას ასე ვთქვათ მოგიყვებათ, რომ აი ესეთი რაღაცა დიდი წინაღობა ქონდა სამუშაო სფეროში, კონკრეტულ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ ვიცი, ყოველდღიური თემატიკით რო გითხრათ, რაღაცა გაუფუჭდა სახში ისეთი მნიშვნელოვანი წყალმა ჩამოუვიდა სახურავიდან და შეკეთებას ჭირდება, ასე ვთქვათ, აი ელემენტარული რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი თემატიკა, რასაც მისი ძალისხმევა მოითხოვს და ვერ გადადებს და ვერ
უგულვებელყოფს, ასე ვთქვათ, მე-10 ადგილზე ვერ გადაიტანს, იმიტომ რომ სწრაფი რეაგირება და ძალისხმევის მიმართულება მისი საჭირო კონკრეტულად ამ თემატიკასთან მიმართებაში. ასევე შეიძლება იყოს რაღაც ნაწილისთვის, რომ ძალიან დიდ ძალისხმევას, ხარივით თავის თავს აკავებს იმისთვის, რომ რაღაცა ახალ კონფლიქტზე არ გამოვიდეს, ახალი ემოციური, ესე იგი, ხისტი სიტყვებით, როგორც ჩვევია ხოლმე და ესე იგი მაქსიმალურად თავის თავს ამ ხარივით ეწინააღმდეგება, რომ არა მოაფრქვიოს ეს ვულკანი, რაც დაუგროვდა ეჭვიანობის თქვენთან მიმართებაში. ადამიანს აქვს აჩვენებენ ტუზჟეზლი თქვენთან მიმართებაში, ტუზჟეზლი ეს არის კონკრეტულად ბედის ბორბალზე, ამტაროზე არის მაისის ჟეზლი და ძალიან ლამაზი კარტია, მართლაც კომენტარი მქონდა ერთი ამ კონკრეტულად ამ კარტზე და რა ლამაზიაო მაისის ჟეზლი არც ვიცოდიო, აი ესეთი გაფურჩქნული, გაყვავებული, გალაღებული მაისის ჟეზლია. მაისის ჟეზლი შეიძლება ჟეზლები ყოველ შემთხვევაში არის მისი ემოციური და ცეცხლოვანი ტემპერამენტი თქვენთან მიმართებაში ახლებურად დაწყებული ტუზი ეს არის დასაწყისი ყოველგვარი რაღაცა ახალის ახლებურად აღზნებული ახლებურად უნდი ხართ ახალი ცეცხლით აღივსო რამხელა ჭექაქუხილი იყო დაინახეთ გაანათა კიდევაც კამერამაც აი ესე იგი ბუნებამაც კი და ჭექაქუხილი და ამიდასტურა რომ გესმით ხმა საოცრებაა რომ ახალი ცეცხლი ეს ჭექაქუხილი და ჟეზლი აქვს განსაკუთრებულად დიდი ენერგეტიკით თქვენთან მიმართებაში ადამიანი სურვილი აქვს 10,000-ის თქვენთან. სულ 10,000 ის არის მაქსიმუმი თასების ყველაზე დიდი ემოციური ფონი, სტაბილურობა, ოჯახური ემოციური სტაბილურობა, შვილებით, შინაური ცხოველებით, კატა, ძაღლი შეიძლება უყვარდეს და ყავდეს უკვე მას ოჯახში და აი ამ ოჯახის გაერთიანება დიდ ემოციურ ფონად. ნუ როგორც მინიმუმ თქვენი შეხვედრის და თქვენი ურთიერთობის გაცილებით მაღალ ეტაპზე აყვანა, იმიტომ რომ ეს ჟეზლი ისეთია და ბუნებამაც ისეთი ნიშანი მოგცა კონკრეტულად ამ გაშლაზე, რომ ძალიან აი ცეცხლებს აფრქვევს. ხმაც იყო, გრუხუნიც იყო, გაზაფხულის ის არის ჭექაქუხილი და აი ესე ხმაურიანად უნდა მას ამოფრქვევაზე აქვს ემოციური ფონი, უნდა მას თქვენთან ერთად თესლის ჩათესვა, აღმოცენება, ეს არის ოჯახური დუეტი, ასე ვთქვათ, ქალის და მამაკაცის, სადაც ოჯახურ საფუძველს უყრიან, ასე ვთქვათ, თავის საკუთარ ენერგიით საფუძველს დებენ იმისთვის, რომ აღზარდონ თავიანთი სიყვარულის ნაყოფი. საოცარი კარტები ამოვიდა, საოცარი ბუნებრივი დამთხოვებით, მეგობრებო. იდენტიფიკაცია აღარ იყო ეს გადავედი პირდაპირ უკვე მოქმედებაზე მისი სურვილების პირდაპირ მითხრა რა მინდაო საოცრებაა მოკლედ პაუზა და დასასრული კი არა უკვე იძახის ადამიანი რომ არც ერთ ვარიანტში დასასრული არ მინდაო რამდენ ხანში გამოვა მაშინ თქვენთან კონტაქტზე პირდაპირ შევეკითხები ესე იგი მაღალი არკანი ამოდის მე-14 მაღალი არკანი ამოდის მე-18 მთვარე ეს არის მე-14 მაღალი არკანი ანგელოზის კარტი ემოციური ფონი ცოტა ცდილობს რომ დაასტაბილუროს აი ეს როგორც გითხარით აი ესე ჭექაქუხილივი და არ მოხეთქოს მისმა ვულკანმა ისი არ მოვიდეს გაცოფებული რომ ნუ 18+ გაცოფებული შემდეგ გაცოფებული ესეთი ცხელი შერიგება გექნებათ ვისაც ესეთი გაქვთ ეს თმებიც ჩემი ალღებზე მოქმედებს და მაღალი არკანი ასევე მე-5 მაღალი არკანი იეროფანტი მეგობრებო ძალიან ემოციურად ძალიან კარგ ტალღაზე დაგაყენებთ მისი გამოჩენა 7,000 ეს არის პეპლები გოგონა ბედნიერებისგან საშიფრინავს ყველაფერი ესე იგი უპეპლებობს შინაგანი ემოციური ფონი და 3 მაღალი არკანი 3 კარტიდან ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე გეხართ რაღაც მომენტი ცოტა სტაბილურობას ეცდება რომ ემოციური დაასტაბილუროს და ხისტად არ გამოვიდეს მართალია ვერ ხედავს რა და როგორ შეიძლება დასტაბილურდეს მაგრამ მე-5 მაღალი არკანით რომელიც არის პაპის კარტი იეროფანტი ეს არის სულიერების გამტკიცება სულიერად
ჩამოყალიბება თქვენი ოჯახური სტაბილურობის და ძალიან დიდი ალბათობით ბევრისთვის იქნება ასე რომ კონკრეტულად ჯვრის წერას მოგილოცავთ და